განათლების სამინისტროს ხარისხის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის სკოლამდელი საღმრძლო გაერთიანების 6 საბავშვო ბაღს ავტორიზაცია მიანიჭა. უწყების ხელმძღვანელის ხატია ზაკალაშვილის ინფორმაციით, ეს სტატუსი 6 წლის ვადით განისაზღვრა. განათლების ხარისხის ეროვნული სააგენტოს მიერ 2026 წლის 4 ივნისს ავტორიზაციის საბჭო გაიმართა. საბჭოზე 6 ბაღის ავტორიზაციის საკითხი იყო გატანილი. ეს ბაღები არის ქალაქ გურჯაანის ნომერ 4, ნომერ 2, ნომერ 1, სოფელ ახაშნის, სოფელ ველისციხის და სოფელ ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღების საკითხები. ამასთან დაკავშირებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2026 წლის 15 ივნისს, რომ 6 ბაღს მიენიჭოს ავტორიზაცია 6 წლის ვადით, თუმცა გვაქვს გარკვეული ხარვეზები და ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მოგვცეს გონივრული ვადა, რომლის მონიტორინგიც, განხორციელების მონიტორინგიც 2028 წელს მოხდება. ერთადერთი რაც მინდა დავაანონსო არის ის, რომ ბავშვთა სრული რაოდენობები შეგვიმცირდა აღნიშნულ ბაღებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ზოგიერთ ბაღში ამ წელს ახალი ნაკადის მიღება ვერ შევძლოთ, ან მოხდეს გონივრული გადანაცვლებები სოფლებში და ამის მიხედვით გადავანაწილოთ ბავშვების სრული რაოდენობა რომ არ დავარღვიოთ და ასევე ბავშვთა რაოდენობები ჯგუფებში ასაკობრივად დავალაგოთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გაგებით მოეკიდება ჩვენი მოსახლეობა და წინ უფრო დავიგეგმებით აქტიურად იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გავითვალისწინებთ ბიუჯეტში შესაბამის თანხებს, რაც ამ ცვლილებებისთვის გვჭირდება და მომავალი წლისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურით და გარემოს დავახერხებთ ჩვენს ახსასწრებს.